We're so grateful for the people of Georgia. ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ ქართული ხალხის. მათ მტკიცედ სწამთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რომ ქვეყანას დიქტატორები არ უნდა მართავდნენ. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი საქართველოსა და უკრაინის შესახებ ვაშინგტონში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გვესაუბრა. We have a monument. აქ გვაქვს მონუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს იმ ადამიანების წარმატებას, ვინც კომუნიზმს წინააღმდეგობა გაუწიეს და ახლა თავისუფლება აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ძეგლი გამოხატავს ჩვენს მადლიერებას უკრაინელი ხალხის მიმართ იმისთვის, რომ არ დანებდნენ. ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ ქართული ხალხის. მათ მტკიცედ სწამთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რომ ქვეყანას დიქტატორები არ უნდა მართავდნენ. ჩვენ ასევე გვახსოვს რუსი ხალხი და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს თავისუფლება მათთვისაც მოვა. ამერიკელი ხალხი ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინს უპირისპირდება და არა რუს ხალხს. ასე რომ უკრაინა გაიმარჯვებს ომის დამნაშავე პუტინზე და ასევე ვიხილავთ ქართული ხალხის გამარჯვებას. კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის ფონდი ღონისძიებას უკვე ტრადიციულად მე-19-ად მართავს და წელს მასში 50-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ასევე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს ღონისძიებაზე შეერთებულ შტატებში მოქმედმა უძველესმა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ, ქართულმა ასოციაციამ წარადგინა, რომელიც 1922 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა. ჩვენი დამფუძნებლები თვითონ წამოვიდნენ ამერიკაში სხვადასხვა გზებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო საქართველო და დღეს მივაგებთ პატვის მათ ხსოვნას. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს კომუნისტურმა ტოტალიტარულმა მმართველობამ სახელმწიფოს და ძირი გამოუთხაროს და დაანგრიოს, ასე ვთქვათ, საზოგადოების ერთობა, ერთიანობა, მოიტანოს უნდობლობა და ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ასე აღარ მოხდეს. ამერიკაში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში ახლა უკრაინა ცდილობს დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ისტორია და კულტურა. კომუნისტური რეჟიმის არსი, ავტორიტარული მმართველობა, ეროვნული იდენტობის, ეროვნული ისტორიის, ენის უარყოფა იყო და სწორედ ამისთვის იბრძვის ახლა უკრაინა. აღიდგინოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და არსებობის უფლება, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა საკუთარი ისტორიითა და კულტურით. 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამსა და ლაოსში კვლავ კომუნისტური რეჟიმის მმართველობის ქვეშ ცხოვრობენ. ეს ინდეპენდენტ ავენიუ მედია, მე ქართლო შარაშენიძე ვარ, შემოგვიერთდით ჩვენი სოციალური მედიის გვერდებზე და გვეწვიეთ ჩვენს ვებგვერდზე www.indavemedia.com